გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. რას უმზადებს PSG კვარაცხელიას და მოულოდნელი კრიტიკა ქართველს. 9 ესპანელი და 2 ქართველი. მსოფლიო ჩემპიონატის იჩგუფის სექტემბრის სიმბოლური გუნდი და PSG-ს გულშემატკივრების მოთხოვნა. ხოლო სანამ ვიდეოს დავიწყებთ, თხოვნა დამით მორი წამიდევთ სადაც რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, ახლა იდეალური დროა. მადლობა, ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. რატომ ჩაიშალა საზონოვის ტრანსფერი ხეტაფეში? ფული სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი ტორინოდან ესპანურ ხეტაფეში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა სამწუხაროდ ტრანსფერი ბოლო წამებში ჩაიშალა. ამასთან დაკავშირებით იტალიურ მედიასთან საბა საზონოვის მამამ ანდრეი საზონოვმა ისაუბრა, რომელიც ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. დიახ, ესპანელებისგან შეთავაზება მივიღეთ და ყველაფერზე შევთანხმდით, მაგრამ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მისი ხეტაფეში გადასვლა ჩაიშალა, ეს იყო ის, რომ ტორინომ არასწორი ელექტრონული პოსტის მისამართი შეიყვანა. განაცხადა საბა საზონოვის მამა. გავრცელებული ინფორმაციით კი საბა საზონოვი ხეტაფეში ერთწლიანი ჯარით უნდა გადასულიყო, მაგრამ ამ რეალობიდან გამომდინარე საბას მინიმუმ დეკემბრის ბოლომდე იტალიაში დარჩენა მოუწევს. სექტემბრის ანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა ჩაატარა. თურქეთთან და ბულგარეთთან გამართული მაჩების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი კი ზურიკო დავითაშვილი აღმოჩნდა. მისი კარგი თამაში კი რა თქმა უნდა მხოლოდ ქართველ გულშემატკივარს არ გამოჰპარვია. ამას ხუჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენის გულშემატკივრების ყურადღებით ადევნებდნენ თვალს. PSG-ს გულშემატკივრები კი ზურიკოს თამაშზე სოციალურ ქსელში შემდეგ კომენტარებს წერენ. იცით, საქართველოს ნაკრების თამაშებს უყურე და კვარასთან დავითაშვილი ძალიან მაგრად ითამაშებს. ბარკოლასაც აჯობებს. დავითაშვილი აუცილებლად უნდა ვიყიდოთ. საფრანგეთში თამაშის გამოცდილება აქვს. ლიგა 2-ში ცოდოა. ზურიკოს თამაში მეც დავაკვირდი. თურმე სენტ-ეტიენის ფეხბურთელია. იაფად შეგვიძლია ყიდვა. ამ დავითაშვილს წინა სეზონში ჩვენთან გაუტანია. საინტერესო ბიჭია. წერენ PSG-ს კომაგები. აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო გამოცემა ჰუსკორდმა იჩგუფის სექტემბრისთვის სიმბოლური გუნდი დაასახელა. საბედნიეროდ კი ამ 11-ში ჩვენი ორი მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მოხვდა. ეს სტატისტიკაც კი რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ამეზე მეტყველებს. ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ ზურიკო მალე ახალ კლუბს იპოვნის. ვილიარეალში მიქაუტაძის ეპოქა იწყება. რას წერენ ქართველზე? ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AC მიქაუტაძის შესახებ წერს. ხავიერ მატამ კი თავის სტატიას შემდეგი სათაური დაარქვა. ვილიარეალში მიქაუტაძის ეპოქა იწყება. ამ გამოცემაში კი შემდეგი რამ არის ნათქვამი. ვილიარეალში გიორგი მიქაუტაძის ეპოქა იწყება. სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნების შემდეგ ქართველი თავდამსხმელი თავარი ყურადღების ობიექტი იქნება. მიქაუტაძემ ორივე სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ბულგარეთთან გოლიც გაიტანა. ახლა კი უნდა დაველოდოთ თუ რას გადაწყვეს მარსელინო გარსია ტორალი. დააყენებს თუ არა მას ძირითად შემადგენლობაში. თუ დროს მისცემს რომ გუნდის დინამიკასთან ადაპტაცია გაიაროს და უკეთ მოერგოს, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია ვილიარეალს ამხელა მოლოდინი ახალ ფეხბურთელთან დაკავშირებით დიდი ხანი არ ქონია. მიქაუტაძე კი არის მოთამაშე, რომელსაც გუნდის დინამიკის შესვლა შეუძლია, წერია გამოცემაში. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მიქაუტაძე კი სანაკრებო პაუზის შემდეგ ვილიარეალს უკვე შეუერთდა. ახლა კი ბუნებრივია ყველა საინტერესებს თუ როდის შედგება ქართველი ფეხბურთელის დებიუტი ესპანურ გუნდში. ხოლო როგორც თავად მიქაუტაძემ განაცხადა, ეს უახლოეს უქმეებზე. კერძოდ 13 სექტემბერს მოხდება, სადაც ვილიარეალი სტუმრად მადრიდის ატლეტიკოს შეხვდება. ასევე მიქაუტაძისგან ვიგებთ, რომ მომდევნო კვირაში მას ჩემპიონთა ლიგაზეც ვიხილავთ. კერძოდ 16 სექტემბერს ვილიარეალი სტუმრად ტოტენჰემს დაუპირისპირდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში შედგება. სანაკრებო პაუზაზე გამოჩნდა, რომ კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია. ამაზე კი ორ მატჩში ორი გატანილი გოლი მეტყველებს. მოგეხსენებათ, კვარაცხელიას PSG-ში ბოლო დროს ტრავმის გამო ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა კარგ ფორმაში შესვლა მაინც მოახერხა. ხოლო როგორც კი გუნდური მატჩები განახლდება, კვარაცხელია პარიზელების ახალი ლიდერი იქნება. ამის მთავარი მიზეზი კი უსმან დემბელეს ტრავმა. ფრანგი ფეხბურთელი 6 კვირას იუქმებს. ჩვენ კი ყველა ვნახეთ თუ რა როლს თამაშობს დემბელე PSG-ში. მას კი ჩანაცვლება აუცილებლად დასჭირდება. ასევე ტრავმირებულია დეზირე დუეტს, თუმცა ფრანგი ფეხბურთელი 17 სექტემბრამდე იუქმებს. სწორედ აქედან გამომდინარე კი ახლა კვარაცხელიას დროა და მას ლუის ენრიკე სრულიად განსხვავებულ როლს მიანიჭებს, რომელიც მეტწილად შეტევაზე იქნება ორიენტირებული და შეეცდება რომ თავარი ლიდერის როლი შეითავსოს. წინა ხანში ქართველმა ვინგერმა უნდა ილიდეროს. მან კი ნაკრებში უკვე დაამტკიცა რომ ეს შეუძლია. მე კი შეგახსენებთ რომ ხუჩა თავის მომდევნო შეხვედრას 14 სექტემბერს ლანსის წინააღმდეგ გამართავს. ამიტომ ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. რა თქმა უნდა, ყველა კარგად ამჩნევს იმას, რომ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ PSG უფრო გუნდური გუნდი გახდა. ეს მოსაზრება კი პარიზული კლუბის გარშემო აქტიურად ტრიალებს. ასევე ალბათ ყველას გახსოვთ ის ცნობილი ვიდეო, სადაც ლუის ენრიკესა და მბაპეს ურთიერთობა იყო აღბეჭდილი. კერძოდ ესპანელი სპეციალისტი გასახდელში მარტოდ დარჩენილ მბაპეს აყვედურობდა, რომ
ის მხოლოდ შეტევაში არ უნდა იდგეს და მან გუნდურად უნდა ითამაშოს. როცა საჭირო იქნება ჩამოვიდეს დასვაში და შეტევები უფრო სიღრმიდან წამოიწყოს. კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ კი მსგავსი როლი სწორედ კვარაცხელიამ შეითავსა და ასევე ქართველმა ფრანკი ფეხბურთელის ნომერიც დაისაკუთრა. ხოლო როგორც ჩანს, მბაპეს მამას ეს ყველაფერი დიდად არ სიამოვნებს. კილიან მბაპეს მამა ვილფრიდ მბაპემ კი ეკიპს ვრცელი ინტერვიუ მისცა. განაპირა მცველი შემტევია თუ უკანახაზელი, რას ვითხოვთ მისგან? მე არ ვამბობ, რომ კილიანი საერთოდ არ უნდა ჩასულიყო დასვაში, მაგრამ კონკრეტულ ფეხბურთელს როგორ ვაფასებთ? პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს განაპირა მცველს კარგი ჩაწოდება აქვს თუ არა. თითოეული პოზიციის შეფასებისას კონკრეტული კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვაკრიტიკებთ ფეხბურთელს, რომელსაც სეზონში 60 გოლი გაქვს. რატომ უნდა გავაკრიტიკო ასეთი ფეხბურთელი? თუმცა ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თუ შენთან ახლოს ორთაბრძოლა მიმდინარეობს, შენ ვალდებული ხარ მიხვიდე და თანაგუნდელს დაეხმარო. შეიძლება ხალხი შოქში ჩავაგდო, მაგრამ პირადად ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვარაცხელიას უკან დაბრუნება და 90-ე წუთზე დენზელ დუმფრისისთვის ბურთის წართმევა უმნიშვნელოა, არ მაინტერესებს. ეს კილიანის პრეროგატივა არა. მას სხვა რაღაც ევალება და აკეთებს იმას, რაც ხვებს არ შეუძლიათ. მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ უნდა ვთქვათ, კვარაცხელია სეზონში 60 გოლი ვერ გაქვს. ყველას თავისი შეხედულება აქვს. მე თავდამსხმელს არასდროს ვეთქვი, რომ გამუდმებით უკან ჩავიდეს. არ ვამბობ, რომ დაცვაში არ უნდა ითამაშოს, მაგრამ თუ მხოლოდ უკან ჩასვლით იქნება დაკავებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მე და თქვენ ერთ ოთახში ვერ ვიქნებით. განაცხადა კილიან მბაპეს მამა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მბაპე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, დროთა განმავლობაში ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ფეხბურთში მთავარი არა გოლების გატანა, არამედ გუნდურად თამაში და გამუდმებით წინ და უკან სირბილია. საბოლოოდ კი შედეგები ყველაფერს აჩვენებს. თუ ვინ შეძლო PSG-ში ჩემპიონთა ლიგის მოგება და ვინ ვერა. გატუზოს კვარაცხელია და ოსიმენი არ ყავდა. რატომ აკრიტიკებენ იტალიაში სპალეტის? ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? რა განაცხადა ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა? Manchester City-ს ესპანელმა ნახევარმცველმა როდრიმ, რომელიც ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულია, ისაუბრა იმაზე, თუ ვინ იმსახურებს ამ ჯილდოს განვლილი სეზონის მიხედვით. რა თქმა უნდა, მინდა რომ ოქროს ბურთი ჩემმა თანაგუნდელებმა მოიგონ, მაგრამ PSG სეზონის საუკეთესო გუნდი იყო და რომელიმე სხვა გუნდის ფეხბურთელის შერჩევა რთული იქნება. გამიხარდება თუ ჯილდოს ლამინ იამალი ან პედრი მიიღებს, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ეს უსმან დემბელი ან ვიტინია უნდა იყოს. განაცხადა როდრი. მე კი შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია პარიზში 23 სექტემბერს გაიმართება. 30 ნომინანტ შორის კი ქართველი შემტევი კვარაცხელიაც იმყოფება. ნაპოლისა და იტალიის ნაკრების ყოფილ თავკაც ლუჩანო სპალეტის იტალიაში მკაცრად აკრიტიკებენ და სკუადრა აზურაში წარუმატებელ შედეგს არ პატიობენ. ერთ-ერთი მათგანი კი ცნობილი ჟურნალისტი ანტონიო კორბოა, რომელიც გავლენიან ლა რეპუბლიკას წარმოადგენს. მისი კომენტარი კი შემდეგია: სპალეტი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერაფერს მიაღწია. მისი დანიშვნა შეცდომა იყო. არსებობდა მოლოდინები, რომ შედეგი ასეთი იქნებოდა. შეუძლია თუ არა გატუზოს მისგან განსხვავებით წარმატების მიღწევა? როდესაც ასეთი პროფილის მწვრთნელებს ერთმანეთს ადარებ, გარკვეული ასპექტებიც არ უნდა დაივიწყო. მაგალითად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გატუზოს ნაპოლიში მუშაობის პერიოდში კვარაცხელია და ოსიმენი არ ყავდა. სპალეტიმ კი საჩემპიონო სეზონი წარმატებულად დაიწყო. ამის მიზეზი კი აურელიო დე ლაურენტისი იყო, რომელმაც სატრანსფერო ფანჯარა მაქსიმალურად გამოიყენა. დე ლაურენტისმა ის გუნდი ჯუნტოლისთან ასისტენტობით შექმნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ გატუზოს ასეთი გუნდი რომ ყოლოდა, დიდი მიზნებისთვის იბრძოლებდა. განაცხადა ანტონიო. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.